საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. კომპლექსი, შანტაჟი, ფორმალური და არაფორმალური სანქციები. მიზეზები, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს არ შეხვდა. ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. როგორია სტრატეგიული პარტნიორობის განახლების დაკარგული შანსები და სამომავლო პერსპექტივა. 31 მაისს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ამოქმედდება. ხელისუფლების ოპონენტები მას რეპრესიულს უწოდებენ. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ვის წინააღმდეგ იმოქმედებს ამერიკული ფარას ქართული ვერსია. ძალოვანების მხრიდან გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. დამნაშავეების იდენტიფიცირება შეუძლებელია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა, მიგნებები და რეკომენდაციები. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი. გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. უფრო დიდი, ხელახლა გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. ეს ისტორიული მომენტია და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის. იმედია საქართველოსთვის, ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენს კავშირში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის, უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ ახლა ისტორია მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა. საინტერესოა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების დელეგაციის თავმჯდომარის ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაც, რომელიც გუშინ გაკეთდა. გვინდა ჩვენთან იყოთ. ეს არის კიდეც ჩვენი მთავარი მესიჯი. თქვენ დღეს ხართ ევროპული ქვეყანა და ჩვენი სურვილია გახდეთ ევროკავშირის წევრი, თქვა დელეგაციის ხელმძღვანელმა. ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ საქართველოს კრიტიკული განწყობი დატოვა. დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ამ განცხადებების ფონზე საგულისხმოა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის საჯარო გზავნილი. მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. თავარი ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თქვა მან. ახლა საქართველოს უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი არჩევანი, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დარეგულირება. რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი რობინ დანიკანს? რატომ არ მოისმინა სახელმწიფო მდივნის გზავნილები? რატომ არ გამოიყენა შანსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსასწორებლად? და როგორია ორი ქვეყნის ურთიერთობის პერსპექტივა? ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გაუგებარი უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები უნდა მოესმინა. სპეციალურ წერილში მან განმარტა, რომ უართან ერთად ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ამაზე უკვე ელჩმა განაცხადა უარი. ბიძინა ივანიშვილი პირად შანტაჟს, დაბლოკილ თანხას და კომპლექსებს ახსენებს. წერს, რომ შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი კრედიტ სუისთან სამართალმემკვიდრე მას სასამართლოს გზით მოგებულ თანხას არ უბრუნებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, თუმცა შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის სანქციები ითვალისწინებს იმასაც, რომ ივანიშვილი ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე. ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არამხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც, წერს ბიძინა ივანიშვილი. რას ნიშნავს ასეთი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელსაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს. საქართველოს ხელისუფლება კი ამ ურთიერთობის განახლებისთვის მზადყოფნას საჯარო განცხადებებით აფიქსირებს. როგორ შეიძლება ურთიერთობების კვლავ დარეგულირება? ამ საკითხზე ექსპერტთან ერთად ვიმსჯელებთ.
31 მაისს გამოქმედება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ამერიკული ფარას, ქართული კანონი და მის აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. 15 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმება, ასევე დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება. სარჩელის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ეგრეთ წოდებული ფარა, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციას და დევნას, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. რა შეიცვლება 2 დღეში კანონის ამოქმედებამდე და როგორ იმოქმედებს ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მედიაზე, ინდივიდუალურ პირებზე. ამასაც დღეს ექსპერტთან ერთად განვიხილავთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება შეაფასა. ორგანიზაცია 60-მდე დაზარალებული ადამიანის ინტერესებს იცავს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი თვლის, რომ გამოძიება ფორმალურია და მიზნად არ ისახავს სამართლებრივი შედეგის დადგომას, რაც დაუსჯელობის კლიმატს და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ შიშის დაუცველობის გარემოს ქმნის. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რეპრესიის სისტემურობა და დაუსჯელობა ამ ფონზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მათ შორის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის მკვეთრ შეზღუდვას და დასუსტებას, პოლიტიკური პარტიების გაუქმების მუქარას, შეკრების თავისუფლების დრამატულ შეზღუდვას და პრაქტიკულ კრიმინალიზებას, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზირებას უკავშირდება, წარმოშობს კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმზე ტრანზიციის საგანგაშო რეალობას. უფრო მეც ამ კვლევის მიგნებების შესახებ სტუმართან ერთად გავიგებთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი. ნიკა სიმონიშვილი, იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე და თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი. ცხადია, გადაცემაში მონაწილეობას შევთავაზეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, საკითხები, რომლებსაც დღეს შევეხებით, ნამდვილად საჭიროებს მმართველი გუნდისგან მეტ განმარტებებს, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრებმა დღეს ჩვენთვის ვერ მოიცალეს ვერც ცენტრალურ და ვერც ადგილობრივ დონეზე. ჩვენ კი შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ჩვენს პირველ სტუმართან, ბატონი გიგი არის უკვე ჩვენთან პირდაპირ კავშირზე. ბატონო გიგი, საღამოშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემოხურებებს. ბატონო გიგი, დავიწყოთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ფონზე ბოლო დროს განვითარებული პროცესებით. შეხვედრაზე უარი ელჩს დანიგანს, სახელმწიფო მდივნის გზავნილების უგულებელყოფა, მოსმენაზეც კი უარი. საელჩოს განცხადება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წერილი ახსნა განმარტებებით. რა უნდა გაიგოს საზოგადოებამ ამ ერთი შეხედვით უცნაური ურთიერთობებიდან? საზოგადოებამ უნდა გაიგოს აქედან ის, რომ ამერიკა მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა საქართველოში მაინც ცდილობს რაღაცა ფორმის კონტაქტის გამონახვას, ცდილობს ფაქტობრივ ხელისუფალთან რეალურად ვინც არის ახლა ხელისუფლების სათავეში და ვინც არის ხელისუფლების ძალაუფლების განმახორციელებელი, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტის დამყარებას და ცდილობს მას გადაცეს ის გზავნილები, რომელიც აქვს ამერიკას იმისათვის, რომ მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების რაღაცა ფორმით, რაღაც დონემდე გამოსწორება, მაგრამ ამაზე ისინი იღებენ უარს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ და არ მხოლოდ უარს, არამედ დასაბუთებულ, ასე ვთქვათ, ივანიშვილის აზრით არგუმენტირებულ უარს, თუ რატომ არიდებს ის თავს ამერიკის ელჩთან საუბარს და რატომ არ უნდა მას მოისმინოს ის გზავნილები, რომელიც გააჩნია ამერიკულ მხარეს. ეს არის ძალიან სავალალო რეალობა, ვინაიდან საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ესეთ დაბალ ნიშნულზე ყოფილა არასდროს. თქვენ სრულად მართებულად აღნიშნეთ, რომ ჩვენ უკვე აღარა ვართ სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა უნდა ჩვენ მოსმენელმა და მაყურებელმა იცოდეს, რომ საქართველო იყო პირველი სტრატეგიული პარტნიორი ამ რეგიონში. ამერიკის იყო მთავარი დასაყრდენი, ჩვენ მართლაც მონაწილეობას ვიღებდით ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან მისიაში ამერიკის ეგიდით, იქნებოდა ეს ავღანეთი თუ სხვაგან და შესაბამისად საქართველო იყო ყოველთვის განსაკუთრებული მდობით აღჭურვილი ქვეყანა. სამწუხაროდ ეს ასე აღარ არის, ეს რეალობა დადგა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ანუ
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ეს უბსკული დღითიდღე ღრმავდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 4 თვის მანძილზე ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართულ მოძრაობამ ვერ მოახერხა ვერანაირი ფორმით კონტაქტის დამყარება. ის ველოდი, რომელიც მათ გააჩნდათ, რომ უახლოს მომავალში ტრამპის პრეზიდენტად არ შევის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა რაღაც ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება თავიდან ბოლომდე სტარი აღმოჩნდა და ვთქვათ ჩავარდა, მაგრამ ამაზე დამატებით ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ივანიშვილი ამბობს უარს ამერიკულ მხარესთან საუბრისთვის და იმ და რასაც ის თავაზობს, ამას უკვე აღარ თარგმნება ამერიკული მხარე, იმიტომ რომ კი ბატონო, ბატონ გიგი, აი აქ გკითხავთ საინტერესო ალბათ ის არგუმენტები, რაც ჩვენ საჯარო წელში წავიკითხეთ, თუმცა ფაქტობრივად ეს ადრეც გქონდა წაკითხული, წინა წერილშიც იყო მსგავსი არგუმენტები, შეხვედრაზე უარი, კომპლექსების მომიზეზებით, ფინანსური ფაქტორის გათვალისწინებით, დაბლოკილი თანხებით. თქვენთვის რას ნიშნავს ეს განმარტება? რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და რეალურად აი რა გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მისამართით ეს? ეს არის ფიქრობ რომ უბრალოდ მომიზეზება სხვადასხვა გარემოებებისა, რომელიც ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად ნაკლებად აქტუალურია, ვინაიდან ეხლა რეალურად საქმე ეხება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გამოსწორების მცდელობას და ამაზე პირველ ნაბიჯს დგავს ამერიკული მხარე. რეალურად თუ ქართული ოცნება და თუ ივანიშვილი მონდომებული იყო რეალურად დაერეგულირებინა ურთიერთობა ამერიკასთან და მართლაც ახალი ფურცლიდან როგორც ისინი ამბობენ დაეწყო ურთიერთობების შენება, რისი აუცილებლად ნამდვილად არ არსებობდა, იმიტომ რომ საქართველოს ისედაც იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო პარტნიორი, ხო? ამ კავშირში მაშინ ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ეხლა. ეს იყო სრულიად, ასე ვთქვათ, ერჯიადი შესაძლებლობა, რომ მოესმინა მას თუ რისი თქმა უნდა ამერიკულ მხარეს, მან ძალიან კარგად იცის რასაც ეხება ეხლა ეს ასე ვთქვათ, საკითხები რა, თუ რა პირობებს დაუყენებს ამერიკის მხარე, რა იქნება ამერიკული მხარესთვის მნიშვნელოვანი საქართველოში და შესაბამისად მან თავი არიდა. ანუ რეალურად გრძელდება იგივე პოლიტიკა, რომელიც ამ პოლიტიკურმა გუნდმა აირჩია დასავლეთთან მიმართებით, ანუ 2024 წლის 28 ნოემბერს მათ ვარი თქვეს ევროკავშირთან დაახლოებაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ამის პარალელურად გრძელდება ეს ანტიევროპული ისტერია და ანტიევროპული რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ამ პოლიტიკური პარტიის დე-ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან. კი ბატონო, აუცილებლად კითხავთ მათ შორის აი გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებთან, დღეს პოლონეთის, საფრანგეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, თუმცა მანამდე მინდა ჩაგეკითხოთ ასეთი რამ. ჩვენ დღეს მოვისმინეთ და პრინციპში 2 დღეა გვესმის, რომ ადრესატები იყო არეულიო, რატომ ბიძინა ივანიშვილი რა ესაქმებოდა ელჩს, რატომ უნდა შეხვედროდა იგი ივანიშვილს, თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის გადასაცემადო გაბრაზდა ქართული ოცნება, ხო, ერთგვარად. და მათ შეახსენეს საელჩოს და საზოგადოებასაც გარკვეულწილად, ხო, ქვეყნის შიგნითაც კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი და ამ შემთხვევაში, როდესაც შეხვედრაზეა საუბარი, სწორად უნდა იყოს შერჩეული ადრესატი. თქვენი ახსნა როგორია? რას ნიშნავს ის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იყო მოთხოვნილი და არა პრემიერ-მინისტრთან და აქვე მინდა გკითხოთ. აი ამ დონეზე, მაგალითად პრემიერის დონეზე, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა, რაიმე შეიცვლებოდა პოზიტიური კუთხით უგულისხმობ ცხადია. არა, აქ საქმე იმაშია, რომ ამერიკული მხარე არ განიხილავს, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ იმის დასტურებს, ამერიკული მხარე დამადასტურებელი ასევე ის, რომ მათ მიერ გამართულ აღლუმზეც არ დაესწრო ალბათ დანიგანი, ის არ იყო ასე ვთქვათ, სტუმრებთან ერთად და ისინი ძალიან ზუსტად ხვდებიან, რომ ფაქტობრივი მართველი, ფაქტობრივი ძალაუფალი, ხო, ის ადამიანი, ვინც ახორციელებს, აკონტროლებს ახლა ამ პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მათ უნდათ სწორად რომ ამ ადამიანთან გასაუბრება, ამ ადამიანის მძამლობის მიწოდება, რომელიც რეალურად თავიდან ბოლომდე აკონტროლებს დე-ფაქტო ხელისუფლებას. და თავად ის ფაქტიც, რომ მის შეთავაზებაზე, რომ ამერიკაში შეხვედროდნენ ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს ან ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებს, ამაზე ამერიკული მხარე აცხადებს უარს, ასევე ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკული მხარე არ განიხილავს მათ ლეგიტიმურად, არ განიხილავს მათ რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანებად ქვეყანაში და სურს საუბარი მხოლოდ იმასთან, ვისაც აქვს ახლა შესაძლებლობა რაღაცა ცვლილება შეიტანოს იმ უდიდეს პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება უკვე რამდენიმე თვის მანძილზე. და ეს კრიზისი კიდევ ერთხელ გავამარებთ, დღითიდღე ღრმავდება, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება სულ უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.
კი ბატონო და ვიდრე განვაგრძობთ ჩვენს შეთანხმებულ თემაზე საუბარს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელია დააკავესო. ამ მიმართულებითაც მექნება კითხვა, ბატონ გიგი, იმიტომ რომ რაღაც სერიული ხასიათი მიიღო ოპოზიციაში ლიდერების დააკავებამ. მანამდე მინდა კითხოთ, საზოგადოება გარკვეულწილად, საზოგადოების ნაწილი გარკვეულწილად დააბნია 26 მაისის მილოცვამაც და აქ თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, ამიტომ თქვენი ახსნა, აი დიპლომატიური პროტოკოლით ეს რას ნიშნავდა ძალიან საინტერესო იქნება. იყო ზოგადად ეს მილოცვა რეალური მისალოცი, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, თუ არა და აქვე დღეს მაგალითად მოვისმინეთ ასეთი შენიშვნაც, რომ საელჩოს შეეძლო და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ საელჩოს ეს მოსალოცი გაესაჯაროებინაო, მათ რაღაც გაუგებარი წერილი გამოაქვეყნესო. ურთიერთობაში, აი დიპლომატიურ პროტოკოლში ეს რა ტიპის ურთიერთობაა და როგორ შეიძლება გამოსწორდეს რა ვიცი, მსგავსი ხარვეზები, როდესაც მაგალითად ეროვნული დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვაც კი პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ისიც რა ამ წერილთან დაკავშირებით, ამ ისო წერილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ჩვენ მხოლოდ ვიხილეთ მისი ქართული თარგმანი, მაგრამ არ გვინახავს დედანი, არ ვიცით ეს დედანი სად არის. მე არ მინდა ეჭვქვეშ დავაყენო ამ წერილის არსებობა, მაგრამ რეალურად აქ ამერიკის საელჩოს, საქართველოს ამერიკის საელჩოსთან მიმართებით რაღაცა შენიშვნები ცოტა უადგოთ მეჩვენება, ვინაიდან ჩვენ საელჩოსაც ამერიკის შეთანხმების ეტაპში შეეძლო ასევე სრულად თავისუფლად გამოექვეყნებინა საკუთარ ვებგვერდზე ან საკუთარ სოციალურ ქსელში ამ წერილის ორიგინალი. არ ვიცი სიმართლეც რო არ დავიწყო სპეკულაცია, არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, რატო ვერ იძებნება ეს წერილი არსად, მათ შორის არც პრეზიდენტმა და რატომ ვერ ხერხდება ვერც ერთი ფორმით ამ წერილის დედანის გამოქვეყნება. მე მიმაჩნია რომ არსებობდეს ეს წერილი, შესაბამისად, ანუ ორიგინალი ამ წერილისა ინგლისურ ენაზე პირველ რიგში უნდა გამოექვეყნებინა თავად ყაველაშვილს, ხო, ანუ ადრესატს. და რატომ ჭიანურდება ამდღე დღეს უკვე მესამე დღეა, ჩემთვის სრულად აუხსნელია. ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა ეჭვქვეშ დავაყენო თავად ამ წერილის არსებობა, მაგრამ ეს არის მეორე ხარისხოვანი. ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებასაც უნდა დავუთმოთ, იმიტომ რომ ჩვენ გაცხადებულად გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, რომელიც გააშღერა ბატონმა რუბიომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას კონკრეტული კითხვა დაუსვა სენატორმა ვილსონმა და ჩვენ ვიცით თუ რა დამოკიდებულება არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში საქართველოს აი დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით. ამიტომ ეხლა ამ წერილზე აქ ყურადღების გადატანა ვფიქრობ რომ არ იქნებოდა მართებული, ალბათ რაღაც მომენტში გამოჩნდება ამ წერილის დედანი თუ არსებობს ეს ფიზიკურად, ვიღაცა მაინც გამოაქვეყნებს და ჩვენ ვიხილავთ რეალურად ინგლისურ ტექსტსაც. ამიტომ ეს არის ხა მეორე ხარისხოვანი ნამდვილად, ჩვენ ამას დიდი ყურადღება ნამდვილად არ უნდა დავუთმოთ, თავარია თუ რა გზავნილებს ვიღებთ ჩვენი ამერიკელი კოლეგებისგან, ჩვენ ასევე ვიმყოფებით ძალიან საინტერესო პროცესში, ეს არის მეგობარი აქტის ინიციირება, მისი დაწყება და ეხლა ველოდებით რომ ეს სენატშიც იქნება უკვე განხილული და ამის შემდეგ მას პრეზიდენტი დიდი ალბათობით მოვაწევს ხელს და დაიწყება ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ ყველა იმ ადამიანის შესაბამისი სანქცირება უახლოს მომავალში. ხო, ესე ძალიან მძიმე რეალობას დააყენებს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებისთვის და ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, რაც ჩვენ კონკრეტულად ვიცით. ამიტომ ეხლა კი ბატონო, აქვე საინტერესო ბატონ გიგი, აი deep state-ის ფაქტორის შემოტანა, ის პროცედურები, რაც გაიარა მეგობარი აქტმა კონგრესში მოსმენამ ხარდაჭერა და ამ შემდეგ პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლებაში deep state-ის გავლენებს და ჩვენ თითქმის ყოველდღე ვისმენთ რაღაცა სურვილებს, რომ სასურველია დაძლიოს ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გავლენები და ასე შემდეგ. აი ამ ენით საუბარი და პარალელურად ხმამაღალი განცხადებები იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მზად არის განაახლოს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა. აი, რამდენად არის ეს თავსებადი დიპლომატიაში, დიპლომატიურ პოლიტიკურ ურთიერთობებში როგორ ხდება? ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა არიან ჩვენს ეთერში სტუმრად, ვეკითხებით ხოლმე, მაგრამ საინტერესოა გარედან შეფასება ამისა, ეს როგორ დაარეგულირებს, როგორ შეუწყობს ურთიერთობების დაალაგებას ხელს? დასაკვირველია ვერანაირად პირიქით ამას ეკრება მხოლოდ უარყოფითი ეფექტი, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს რიტორიკა და ეს სრულად აბსურდული ტერმინების მოგონება გამეორებაც არ მინდა ეს განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობაზე, ანუ ეს განკუთვნილია მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. ამით პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება ესაუბრება საკუთარ ამორჩევლს და რომ აი კიდევ ერთხელ აი მტყუილს თავაზობს და ესეთი ხელოვნური
ტერმინების, აბსოლუტური ტერმინების მოგონებით, მე ვფიქრობ, რომ ალბათ უმჯობესი იქნება, რომ ისე ძველ ადამიანებს უფრო გასაგებ სიტყვათა თანაწყობას დაუბრუნდნენ და ვიდრე ეს რაღაც ახალი ტერმინები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მათი მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის, რაზეა საუბარი, მართლა არ იციან თუ რას გულისხმობს ეს და თვითონაც ვერ უხსნიან ამას, რაზე ეხლა საუბარი, მაგრამ ეს არის ერთი მხრივ ძალიან დიდი შეურაცხყოფა საკუთარი ამორჩევლის და მეორე მხრივ ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ამერიკელებისაც, როდესაც ასე ვთქვათ, ირიბად ხდება აპელირება იმაზე, თურმე სახელმწიფო მდივანიც, ბატონი რუბიო შესაძლებელია იყოს ესე იგი რაღაცა ფორმით აი ამ სისტემის აი ამ რაღაც გავლენის ქვეშ აბსოლუტური წარმომადგენელი. კი ბატონო. ბატონო კი, აი ევროპას, ევროკავშირს, ევროპულ ქვეყნებსაც მინდა დაუბრუნდეთ, თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი და მოდით უფრო კონკრეტულად გავშალოთ. დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ასეთი, რომ ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცია, მაგრამ არ დავთმობთ სუვერენიტეტს. მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზეო. მე აი როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური დიდი გამოცდილების მქონე ადამიანს მინდა გთხოვოთ განმარტება რომელი ქვეყანა, რომელი სისტემა სთხოვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას. ვინ ითხოვს იდენტობის გაცვლას პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე? ეს არ მინდა რიტორიკულად ჟღერდეს. აი რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი სიხშირი და უფრო მეტი საჯაროობით გვესმის მსგავსი განცხადებები და ვაღიაროთ ისიც, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ნარატივის გავლენის ქვეშ ექცევა. ამიტომ არის ეს სრულიად უსაფუძვლო მითები თუ მაინც უნდა სადღაც სიღრმეებში ვეძებოთ რეალური საფუძველი. ეს არის რუსული პროპაგანდის გადმოტანა ქართულ რეალობაში. ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის, რომ თითქოს ევროკავშირი ჩვენ რაღაცის სანაცვლოდ გთხოვს ჩვენი სუვერენიტეტის დათმობას. უბრალოდ ხოცა ძალიან მარტივად რომ გამარტოთ, ჩვენ თვითონ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ ამ კავშირის წევრი. ანუ ეს არჩევანი ქართულმა ხალხმა გააკეთა ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეს, გასული საუკუნის 90 წლების დასაწყისში, ხო? ჩვენ თავიდანვე განსაზღვრეთ ის მიმართულება, სადაც წარმოგვიდგენია ჩვენი თავი უახლოს მომავალში, სადაც იქნებოდა საქართველოს ბუნებრივი ასე თქვათ ადგილი, ხო? ეხლა ნებისმიერი ფორმით თითქოს ასაკით ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ევროკავშირი ჩვენ რაღაცას გვეხვერწება, არის კიდევ ერთხელ საზოგადოების შეურაცხყოფა და საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ასე თქვათ ძალიან დიდ შესაბამაში შეყვანა. ვინაიდან ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტად იცავს საკუთარი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს, მათ კულტურულ იდენტობას, მათ ისტორიას და მათ თვითყოფადობას. და იმ ადამიანებს, რომელსაც რაღაცა ფორმით შეიძლება ეს ჯეროდეთ და რაღაცა ფორმით შეიძლება ამაზე სერიოზულად ვფიქრობდეთ, მე მინდა გავახსენო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ისეთი ქვეყნები, როგორც არის საბერძნეთი, როგორც არის კვიპროსი, სადაც მათი თვითყოფადობა, მათი ისტორიული, ასე ვთქვათ, კულტურული სიმდიდრე არის თავიდან ბოლომდე დაცული და უზრუნველყოფილი და ამას აკეთებს ევროკავშირი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის ერთადერთი გარანტორი იმისა, რომ სწორადაც ამ ქვეყნების იდენტობა, მათი ენა, მათი ისტორია, მათი კულტურა, მათი მრწამსი იქნება ხარდაჭერილი, იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და მაქსიმალურად ხალხს შეეწყობა ხელი იმისათვის, რომ უზრუნველყონ განგრძობითობა საკუთარი, ასე ვთქვათ, აი თვითყოფადობისა და ისტორიული მნიშვნელობისა. შესაბამისად, ეხლა საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირი რომელიმე საკუთარ წევრ ქვეყანას თხოვს სუვერენიტეტის დათმობას, ესეც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ უდიდესი ტყუილი და კიდევ ერთხელ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე გზავნილებს ავრცელებს სწორედ რომ რუსეთი, ეს არის რუსეთიდან გადმოტანილი პროპაგანდისტული გზავნილი, რომლის ადაპტირებას მოახდინე ხა ქართულმა კი ბატონო გიგი. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკული შეფასება, გამოხმაურება, აგრესია და ოცნებას აქვს თავისი არგუმენტები, ხომ? ელჩს ხან ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ, ხანაც მის ქცევას რადიკალური ოპოზიციის ქცევას უწოდებენ, საზოგადოებას ახსოვს მანამდე დიპლომატის ვენის კონვენციის დარღვევაში დადანაშაულება და ქვეყნის მართლმსაჯულებაში ჩარევის ბრალდებაც, აი სიამაღლობელი სასამართლო პროცესი გახსოვთ თქვენ და მის ბანერის ფონზე ჩაწერილი ინტერვიუც. რითი აიხსნება ეს
მომეტებული აგრესია კონკრეტულად ამ ქვეყნის წარმომადგენლებს და ზოგადად ქვეყნის დიპლომატი ხომ წარმოადგენს ქვეყანას ზოგადად. ქვეყნის მიმართ ასეთი აგრესია, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვის მთქმელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. რითი აიხსნება ეს? რასაკვირველია თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები არ წარმოადგენენ საკუთარ თავს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი შეურაცხყოფა, ნებისმიერი სახის კრიტიკა, რომელიც იქნება ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, ფაქტიურად და ჩავთვალოთ ჩვენ, რომ ეს არის ამ ქვეყნების კრიტიკა. რაც შეეხება უშუალოდ გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ სიტუაციას, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე ძალიან რეალურად, ძალიან ცხადად აღიქვავს მდგომარეობას და არ ერიდება არც არ მორიდებია არც ერთხელ ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევას. ამან გამოიწვია ქართული ოცნების წარმომადგენელთა განსაკუთრებული გაღიზიანება და მათ ჩათვალეს, რომ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, საზოგადოების ყურადღება გადაეტანა იმაზე, რომ თვითონ ელჩი, როგორც ასე კერძო და ფიზიკური პირი ამოიღონ მიზანში და მას, ასე ვთქვათ, ესეთი შეურაცხყოფები აკეთონ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთი ქვეყნის ელჩი საქართველოში, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ საგარეო სამინისტროთან შეთანხმების გარეშე ამ პოზიციის თავიდან ბოლომდე საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებთან, ასე ვთქვათ, უწყებებთან შეთანხმების გარეშე აქ არაფერს არ აკეთებენ, არ არის განცხადებას არ აკეთებენ. ისინი ნებისმიერ საკუთარ იქნება ეს წერილობით თუ სიტყვიერ განცხადებას ათანხმებენ საკუთარი ქვეყნის საგარეო სამინისტროებთან და ამის შემდეგ ხდება უკვე საჯაროდ განცხადება. ამიტომ ეს თავდასხმა ელჩებზე არის პირდაპირ გაცხადებული თავდასხმა ამ ქვეყნებზე. და შესაბამისად კიდევ ერთხელ იმის მცდელობა, რომ საქართველო მოექცეს მაქსიმალურ იზოლაციაში დასავლეთისგან, ხო? და როგორც წარმოგვიდგენია ჩვენი ხო, რომ საქართველოს ელჩები მაგალითად საზღვარგარეთ საკუთარ თავს წარმოადგენენ, საქართველოს ელჩები ფიზიკური პირები არიან. კი ბატონო, მაგრამ ჩვენზე უკეთ ამ განცხადების ავტორებსაც ესმით ალბათ, ხო? გააზრებული აქვთ ეს, მაგრამ მაინც ისმის ესეთი აგრესიული რიტორიკა მათი მისამართით. აი ეს არის მართლაც უცნაური. ხო, ჩვენ ნახეთ უკვე რაც მოხდა, ეს აგრესია, რომელიც ჩვენ გვესმის საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ელჩების მიმართ, ამა გამოიღო შედეგი, რომ ამ ადამიანს თავს დაესხა უკვე ვიღაცა, რომელმაც მას სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაკეთა, შემდეგ კი დაიმუქრა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მიაკეთა. კი ბატონო, და პასუხი იყო ასეთი, რომ ვენის კონვენციასაც კი არ ღვევსო დიპლომატიო. ბატონო გიგი, ვერ ავუვლი გვერდს კარასინის განცხადებას და მაყურებელს ვეტყვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელია ეს კაცი, გრიგორი კარასინი და მან თქვა, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარი ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენო. მოდით ვუთხრათ მაყურებელს უფრო მეტი, ვისთვის რას ნიშნავს ეს განცხადება? ცხადია ეს არ არის შემთხვევითი ფრაზები, ვის უნდა უხაროდეს დღეს, ვისი მხარდამჭერია ეს განცხადებები და რა ვიცი, აი როგორი უნდა იყოს შემხედრი პოზიცია და როგორი უნდა იყოს ფრთხილი დიპლომატია, სტრატეგია და ტაქტიკა რუსეთის მისამართით. არ ვიცი, აი რუსეთია დღეს მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის თუ არა, ესეც გაიბლარა უკვე. ამიტომ საზოგადოებას ჭირდება სისტემატური ახსნა და აი გთხოვთ ახლა, რას ნიშნავდა ეს კარასინის ეს გამოსვლა დღეს? არასინვა დანამდვილებით შეიძლება ვთქვა, რომ იგულისხმება ამ შემთხვევაში რუსეთსა და ქართულ ოცნებას ესმის ერთმანეთის ძალიან კარგად. და ამაში ნამდვილად ეჭვია რა შეარეპარება, იმიტომ რომ ბოლო 12 წლის მანძილზე ამ პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ფაქტობრივად რუსეთი დაბრუნებულიყო საქართველოში, რუსული ეკონომიკური გავლენა, რუსული პოლიტიკური გავლენა დაბრუნებულიყო საქართველოში და შექმნა ეს ხელოვნურად, შექმნა ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც რუსეთს ფაქტობრივად აღარ ქონდა 2012 წლისთვის, ხო? ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი არის ძალიან მარტივად საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა. 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. რუსეთი აგრძელებს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშდარღვევას და ეთნიკურ წმენდას ორივე საქართველოს ძირზულ რეგიონში. ეს არის აფხაზეთი, ცხინვალა და ცხინვალის რეგიონი. ეხლა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ფორმით თურმე ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა საქართველოს, რუსეთსა და საქართველოს ინდოეთის ქართულ ოცნებას შორის, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს გათიშვა აი ამ ესე იგი საქართველოს რუსეთის ურთიერთობების საკითხი ჩამოიხსნას, მოცილდეს საერთაშორისო დღის წესრიგს. ამას დიდი ხანია უკვე ცდილობს ქართული ოცნება, ანუ რას ემსახურებას? რუსეთი ცდილობს, რომ შექმნას იმის
განცდა თითქოს საქართველოს და რუსეთს შორის ყველაფერი დაწყნარდა. კი ბატონო და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც კი დაიწყო საუბარი, ხო ხედავთ? ანუ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ხო, ანუ რა, ამით პარალელურად უნდა არ დაგვაუწყოს, რომ პარალელურად რუსეთი აგრძელებს ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღიარების პოლიტიკას. ანუ ის ისევ ისე ძალდატანებით აიძულებს უნდა დავასრულოთ, კი ბატონო. აღიარონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ რუსეთი ძალიან მარტივად საქართველოს ადგილზე ეხლა ხედავს სამ სახელმწიფოს მისი გადმოსახედიდან საქართველოს ტერიტორიაზე არის სამი სახელმწიფო. საქართველო, ვითომ აფხაზეთი და ვითომ სამხრეთ რუსეთი. აი ამ რეალობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ჩვენ ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი რაღაცა ფორმით იქნება დაინტერესებული საქართველოს ბატონო გიგი უკეთეს მომავალში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. ამიტომ ამან იგულისხმა კარასიმ იგულისხმა რუსეთი და პოლიტიკური პარტია ქართული ოსმენები საქართველოში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ძალიან კარგად ესმის თუ რას მოგეხსნა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს. დაგემშვიდობებით, ჩვენი სტუმარი იყო დიპლომატი გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი. ჩვენ ახლა ნიკა სიმონიშვილი შემოგვიერთდება ჩართვის ფორმატით, იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, შემოიტანს მეც სიცხადეს კანონის არსში, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება, ამერიკული ფარას ანალოგი, ასე წარუდგინა საზოგადოებას ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, მას ხელისუფლების ოპონენტები რეპრესიულს უწოდებენ და თვლიან, რომ უცხო ქვეყანაში შექმნილი კანონი განსხვავებულ დროსა და სივრცეში, განსხვავებული პოლიტიკური გარემოს და ინსტიტუციური მექანიზმების პირობებში შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგი საფუძველი გახდეს. ბატონო ნიკა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ცხადია ჩვენ ამ ძირითადად ამ საკითხზე ვისაუბრებთ, მაგრამ ხომ არ გამოეხმაურებით ნიკა მელიას დაკავებას, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ გამოვრიცხავ ეს საქმე დაკავშირებული იყოს ნიკას მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არც ერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ აქვს შეფარდებულიო. თუ გსურთ რაიმეს თქმა და შემდეგ გადავიდეთ ძირითად საკითხზე. ხო, მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები საღამომშვიდობის, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვისთვის. ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც მე ჯერჯერობით მიჭირს გარკვეული შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ ანუ ეს დაკავების საფუძველი ცოტა ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, ანუ უცნობი არის ამ ეტაპისთვის და მაგიტომ ძალიან მიჭირს ამ შეფასების გაკეთება. ხო, ანუ სავარაუდოდ ეს რაღაც სისხლის სამართლებრივი საკითხი არ უნდა იყოს, არ ვიცი თუ ადმინისტრაციული ფორმით, ადმინისტრაციული წესით დაკავება არის, მაშინ რაღაც შესაბამისი საფუძველი უნდა იყოს. თუ ნაკლებად ცხადია, ამიტომ ძალიან ვერ ვაბრუნ. გასაგებია, ბატონიკა, მოდით გადავიდეთ ფარაზე, დიახ, ოცნება აცხადებს, რომ ეს კანონი ამერიკული ფარას ანალოგია. ასეთი რამ მინდა კითხოთ. არის თუ არა ეს ასე, რამდენად ადეკვატურია შედარება ზოგადად იმ ვერსიის, რაც ანალოგი და ნათარგმნის სახელით გააცნეს საზოგადოებას და აი ძირითადი არსებითი სხვაობა რა არის მათ შორის, რამაც შეიძლება მართლაც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების განმარტების შესაბამისად საერთოდ სხვა შედეგი მოიტანოს. ეს კანონი, რომელსაც ნუ ფარას უწოდებს, ესეთი მეტსახელი დარჩა, ხო? ანუ მისი ამერიკული, ასე ვთქვათ, მისი ამერიკულიდან საიდანაც ის არის ნათარგმნი, ხო? ანუ მისი ამ აბრევიატურის გამო, ნუ ეს სახელი აქვს რეალურად, ანუ თვითონ არც კანონს და არც აზმის კონტექსტ, შინაარს, სამწუხაროდ საერთო არაფერი არ აქვს, არც ამერიკულ კანონმდებლობასთან, არც ამერიკასთან და მოკლედ არც არაფერთან. ახლა რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ 1938 წელს მიღებული კანონი, ამერიკაში მიღებული კანონი, რომელიც იდეაში მტრული გავლენების გამოსავლენად იყო მიღებული 1938 წელს, იმიტომ რომ იქ სერიოზული სახელმწიფო გადატრიალების რისკის წინაშე იყო ამერიკის შეერთებული შტატები თავის დროზე. აი ამ კანონის თარგმანი მოახდინა, ანუ გადათარგმნა პირდაპირ ეს კანონი და აი ეს კანონი მიზანზე რო ვისაუბროთ, ბატონიკა, ჩვენმა საზოგადოებამ იცის ეს დეტალები. აი რაში ხედავთ ხელისუფლების მიზანი რა შეიძლება იყოს? 2 დღეში ამოქმედება, ხო, ასეთი რეალობა გვაქვს. ხო, აი მან კი, აი ამას საუბრობდი, ამით მინდოდა გამეგრძელებინა. ანუ კონტექსტი იყო რადიკალურად განსხვავებული 1938 წელს, როდესაც ან კომუნისტური და ნაცისტური გავლენების საბრძოლოდ იყენებდნენ თავის დროზე, ანუ ამის გამოსააშკარებლად ამ კანონს და შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის, ჩინური, რუსული და ასე შემდეგ. ქართულმა ოცნებამ ადგა და ეს კანონი
ანუ თუ მართლა ამერიკული კანონი არის, ამერიკული და ევროპული ფულთან საბრძოლოდ მიიღო ფაქტობრივად, ხო? და რატომ ვიძახი საბრძოლოდ მეთქი ამასაც აუხსნი, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ეს კანონი თვითონ ამერიკული კანონი, რომელიც გადმოთარგმნეს, დაუპირისპირა ამერიკას. თუ ამერიკას უპირისპირებ, დასავლეთს უპირისპირებ, ამ ყველაფერს იმას უპირისპირებ, რისკენაც ქვეყანა წესს უნდა მიიღწოდეს, ეს რანაირად არის საერთოდ ამერიკული კანონი, მაგრამ აქ არის ახლა მეორე საკითხი. ამერიკაში თუნდაც როდესაც მიიღეს ეს კანონი, ამის შემდეგ არავისთვის საკუთარი მოქალაქეებისთვის ჯაშუშები, ქვეყნის მოღალატეები თუ ასე შემდეგ არ უძახებიათ ქართულ მოწმეებმა ამ კანონის მიღება გადაწყვიტა იმ პირობებში, როდესაც ჯერ განსხვავებული აზრებს მქონე ადამიანებს ჯაშუშები და მოღალატეები ეძახა, აგენტსა და ჯაშუშს და მოღალატეს შორის სინონიმი დასვა, ანუ ტოლობის ნიშანი დასვა და სინონიმად აქცია და ამის შემდეგ შემოიტანა ასე ვთქვათ ეს ამ აგენტის ცნება და მოინდომა რომ უამრავი ადამიანისთვის ეძახებინა აგენტი. პირველად მათ სცადეს აი ამ პირველი რუსული კანონით, მერე უკვე მეორე რუსული კანონით, ახლა უკვე ფარას პირდაპირ თარგმანი მოახდინეს, მაგრამ აქ მთელი პრობლემა რაში არის, რომ ჯერ ერთი ამერიკაში ამას დისკრედიტაციისთვის არავინ არ იყენებს, აქ პირდაპირ დისკრედიტაციისთვის იყენებენ ამ ყველაფერს და მეორე ამას პირდაპირ დევნისთვის იყენებენ. ანუ იმისთვის რომ შენ გაყენებენ შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას ახდენენ, შენ თუ საკუთარი თავის დისკრედიტაციაზე და შეურაცხყოფაზე ამბობ უარს და შენს ღირსებას ასე ვთქვათ იცავ, ასეთ შემთხვევაში გეუბნებიან რომ შენ დანაშაული ჩაიდინე იმის გამო რომ ის სახელი არ დაირქვი, რომელიც სახელიც მე მინდოდა დამერქმია და ამიტომ უნდა დაგიჭირო. ანუ ამას რამე საერთო აქვს ახლა ამერიკულთან? ამერიკაში ეს საერთოდ სხვა მიზნით იყო და თან აგენტს იქ საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს და სხვა ასე ვთქვათ სხვა დატვირთვის მატარებელია, მაგრამ აქ მეორე საკითხი შემოდის რომ ამერიკული ფარა რას ამბობს და აქ რა არის ნათარგმნი და ამაზე როგორ კითხულობს ქართული ოცნების პირით რაჟდენ კუპრაშვილი. ანუ ამერიკულ ფარაში წერია ის რომ შენ თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო ან ორგანიზაცია სხვა სახელმწიფოსი დაგავალებს რაღაცას, კონკრეტულ დავალებას მოგცემს იმისთვის რომ მისი ინტერესი სასარგებლოდ იმოქმედო პოლიტიკურ რეალობაში, ასეთ შემთხვევაში შენ ითვლები მის წარმომადგენლად, ანუ აგენტს აქვს იქ წარმომადგენლის მნიშვნელობა. ჩვენთან აგენტი გაიგივებული არის ფაქტობრივად ჯაშუშთან და შესაბამისად ტერმინოლოგიურ დონეზეც ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის და ეს მარტო ტერმინოლოგიის საკითხი არ არის, ეს არის პირდაპირ დისკრედიტაციისთვის გაკეთებული, მაგრამ აქ მეორე მომენტი შემოდის რომ ქართულ ოცნებაში ეს ყველაფერი როგორ წაიკითხეს ისე და რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა ასე რაღაც რომ შენ თუ ნებისმიერი სახით იღებ რამე დაფინანსებას უცხოეთიდან, ანუ შემოსავალს იღებ უცხოეთიდან, მაგრამ პოლიტიკაზე საუბრობ, ამის გამო შენ გეკუთვნის აგენტად რეგისტრაცია და თუ არ დარეგისტრირები, ამიტომ დაჭერა გეკუთვნის. აი ეს პოლიტიკაზე საუბარში კრიტიკულ მოსაზრებას გულისხმობთ ეხლა თქვენ ბატონიკა, ანუ თქვენ ძალიან საინტერესო წინადადება გქონდათ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ვისაც უნდა იმას მოარგებენ და იმაზე გაავრცელებენ ამ კანონსო და პოლიტიკაზე საუბარი აქ იგულისხმება, ანუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები და მაგალითად კერძო პირებიც, პოლიტიკოსები მაგალითად. ანუ ნახეთ აქ დავიწყოთ საერთოდ ამ კანონის აღმასრულებელზე საუბარი. ანუ პირველი ვისთანაც მიდის ეს საკითხი, ეს არის ანტიკორუფციული თუ სისხლის სამართლებრივი დევნაწარი მართ აქ უკვე უკვე პროკურატურასთან მიდევარ და ერთიც მეორეც არის ხელისუფლების მიერ პირდაპირ კონტროლირებული, ანუ ავიც გავიხსენოთ რაჟდენ კუპრაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეკაგი გაურის პოლიტიკურ სუბიექტად ცნობაზე მიიღო გადაწყვეტილება და კობახიძის ირაკლი კობახიძის მითითების შემდეგ ორდროში გააუქმა ეს გადაწყვეტილება 2 რამდენ დღეში, ხო? მალევე მიიღო ეს გადაწყვეტილება, ან პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, ახლა ვინმე ჯერა რომ რაჟდენ კუპრაშვილი მართლა დამოუკიდებელი არის, ან ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ არის, ან თუ ის გვჯერა რომ პროკურატურა არ არის პოლიტიკური დაკვეთა. ბატონიკა, როგორ წარმოგიდგენიათ აღსრულება? აი სასამართლო არ შეასრულებს ამას. დიახ, ბატონიკა, აი 2 დღეში არ ვიცი რა უნდა მოხდეს, ეს მოლოდინით საინტერესოა, 2 დღეში რა შეიცვლება და რა კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან კანონის ამოქმედების შემდეგ? განხორციელება როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ კანონის? ხო, აი ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ ეს რადგანაც არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და რადგანაც აი ასეთი ფართო ინტერპრეტაციით წაიღეს მიუხედავად იმისა, რომ აი თუნდაც ფარას პირდაპირ თარგმანში ეს პირდაპირ ასე არ წერია, ასეთი ფართო ინტერპრეტირება გააკეთეს. ცალსახად პოლიტიკური მიზნების ხედავთ იმას, რომ ამას იმ ადამიანებზე არ ამბობენ, ვინც მაგალითად რუსეთიდან იღებს რაღაც გაუგებარ დაფინანსებას და ეს საერთოდ არ აინტერესებს, პირდაპირ დასავლეთს უპირისპირებენ. ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ ქართული ოცნების სადმი კრიტიკულად განწყობილ
საზოგადოების ნაწილზე პირდაპირ მიმართული და მათთან არის პირდაპირ აი ეს კონფრონტაციაში შესვლა დასავლეთთან, ხო? ამიტომ ეხლა ამას როგორ გამოიყენებენ და როგორ აღასრულებენ, ნახეთ, აქ ძალიან საინტერესო საკითხი შემოდის, რომ უკვე დღეს ხუთშაბათია, ორ დღეში ეს კანონი უნდა ამოქმედეს და ზალაში უნდა შევიდეს და ამოქმედებიდან 10 დღის განმავლობაში ჩნდება უკვე რეგისტრაციის ვალდებულება. ანუ ადამიანები, ვინც იყვნენ მისულები ამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან შეხვედრაზე და ეკითხებოდნენ, რომ როგორ უნდა დადგინდეს მაგალითად ჩვენ რაღაცა ინტერესს ვატარებთ, თქვენ ამას თვლით თუ არა, თუ არასწორად მივიჩნიეთ ჩვენ ასე გვებუქრება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ ზოგადი ჩანაწერები კანონს როგორ მოხდება, მათი განმარტება, რამე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს მიიღებთ თუ არა, ზოგადი საუბარი იყო მათი მხრიდან. ანუ ნებისმიერ საკითხს, რომელიც რაღაც კონკრეტულ საკითხის კონკრეტიზაციას შეეხებოდა, ანტიკორუფციული ბიურო ნებისმიერი ამ საკითხის კონკრეტიზაციისგან თავის არიდებას ცდილობს. რატომ აკეთებს ამას? აკეთებს სპეციალურად იმისთვის, რომ დატოვოს ბუნდოვანება შეგნებულად ამ საკითხზე, არანაირი ნორმატიული აქტი არსებობს, არანაირი განმარტება არსებობს, არანაირი წესი, კონკრეტული რეგულაცია, რომ ამის შესაბამისად მე როგორც დაჭირდებათ, ანუ კანონის ფართო შინაარსის მქონე ჩანაწერი, აი ისე განმარტონ და ის საზოგადოების ამა თუ იმ კონკრეტულ წარმოადგენს მოარგონ, ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას მოარგონ, თუ ასე შემდეგ. ანუ ამაში არის მთელი ამ კანონის არსი და ამით თუ ასე შეიძლება ითქვას ქართული ოცნებისთვის, რომ ფართოდ ბუნდოვანება მეტი დარჩეს და მისი წამკითხველი ვინც იქნება, მას როგორ მოუნდება ისე წაიკითხოს. გასაგებია. ასეთი რამ მინდა გითხოთ. ჩვენ ვიცით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციაზე უარს ამბობენ. ეს ორგანიზაციები და მეორე ჯგუფი, რომლებიც დაემორჩილება ამ კანონს, ხო? აქ შემოდის ასეთი რამ. ორივე სეგმენტზე გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, თქვენგან ველი რა თქმა უნდა პროფესიონალურ ახსნას, უფრო დეტალურად ამის და ისინი ვინც დაექვემდებარებიან, მათზე როგორ გავრცელდება ეს კანონი და რა ბედიელით მათ, ანუ ვინც წინააღმდეგობას უწევს, არ დარეგისტრირდება და ვინც ემორჩილება ამ კანონს. ორივე შემთხვევაზე რო ვისაუბროთ, ვის რა ტიპის ზარალი ადგება, ან ეს კანონი ვის იცავს რეალურად. ჩემი ბევრი კოლეგა ამბობს, რომ ამ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ და არ აპირებენ სწორედ ეს იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არავის ინტერესს არ ატარებენ, ანუ არავითარ უცხოურ ინტერესს არ ატარებენ. ფორმალურად თუ შევხედავთ ამ კანონს და შინაარსობრივადაც და ეს წერია პრინციპში ფარაში და ამერიკაშიც ასე განიმარტება და თუ მართლა ამერიკულად აპირებენ აღსრულებას, მაშინ ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, როგორც მაგალითად საქართველოში გვაქვს, მათ არ ეხება ფარას მოქმედება, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ამერიკულად უნდა აღსრულდეს ეს კანონი, მაშინ ამერიკული აღსრულების წესი გულისხმობს იმას, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მათი მოქმედება არ უნდა გავრცელდეს, ხო? რაჟდენ კუპრაშვილი რასაც გვეუბნება, ეს არც ამერიკული განმარტება ამის და არც არ ვიცი, რაღაცა არანაირ ნორმალურ განმარტებაში არ ჯდება. ანუ რაც ისინი ამბობენ იმას, რომ ფაქტობრივად შენ უნდა ამტკიცო ის და უდანაშაულობის პრეზუმპციას უკუღმა გიტრიალებენ და უნდა ამტკიცო ის, რომ დაფინანსება, რომელიც შენ ჩაგერწა, მაგალითად ოჯახის წევრმა ჩაგერიცხა, ან კომერციული საქმიანობის შედეგად მიიღე რაიმე ანაზღაურება და მე პოლიტიკაზე ილაპარაკე, ან თურმე უნდა ამტკიცო ის, რომ შენ დაფინანსება ამის გამო არ მიიღე, ან უდანაშაულობის პრეზუმპცია უკუღმა შეატრიალეს, ხო? მაგრამ აქ მეორე საკითხი არის, რომ ანუ რეალურად კანონში ეს ასე არ წერია და ეს ასე არც უნდა წაიკითხო, უბრალოდ ქართული ოცნება ამას ხმამაღლა ამბობს, პოლიტიკურ გზავნილებში აჟღერებს ამ ყველაფერს, პოლიტიკურ გზავნილებში ამბობს ამას და შესაბამისად რადგანაც პოლიტიკური გზავნილები არის, ეს ყველაფერს არის პირდაპირ პოლიტიკური მუქარა. ანუ ნახეთ, გვაქვს ერთი მხრივ კანონში ბუნდოვანი ჩანაწერი, რომელსაც პოლიტიკური გზავნილებით ქართული ოცნება პირდაპირ ფსიქოლოგიური იარაღად იყენებს ამას. ანუ კანონში მაგალითად შეიძლება ძალიან სწორადაც ეწეროს რაღაცეები, პირობითად თუ ამბობ, მაგრამ ქართული ოცნება ამას უკეთებს ძალიან ფართო ინტერპრეტირებას, იმიტომ რომ კანონში არის ბევრი ისეთი ჩანაწერი, რომელიც ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. ანუ ამას ხმამაღლავს, რომ მე ამას ისე აღვასრულებ, როგორც მომინდება, ისე წავიკითხავ ამას, როგორც მომინდება. ამ შესაბამისად შიშს გიჩენს, რომ შენ ამას დაემორჩილო. რეალურად ფარაჟი ეს არც იგულისხმება და ეს არც წერია, რომ ასე ტიპის ორგანიზაციებზე გავრცელდეს. ამიტომ ისინი ფიქრობენ და აცხადებენ კიდევაც საჯაროდ, რომ მათ არ ეხებათ ეს კანონი, ისინი უცხოო ქვეყნის ინტერესს არ წარმოადგენენ და შესაბამისად ისინი არ დარეგისტრირებენ ამ რეესტრში. მაგრამ არ იქნებიან, რა თქმა უნდა, ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეგისტრაციას განახორციელებენ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არანაკლები საფრთხე მოელით
ხელით პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ხო? იქ თუ არსებობს რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დადგეს და ურეგისტრირებლობის გამო და ქართულმა ოცნებამ აი უბრალოდ ჩათვალოს რა გინდა თუ არა უნდა დარეგისტრირებულიყავიო, ამ ადამიანებთან, ამ ორგანიზაციებთან მიმართებითაც შეიძლება მაგალითად რა რისკები შეიძლება დადგეს. ერთი ის რომ მაგალითად ანტიკორუფციულმა ბიურომ თუ არ ვიცი სხვა რომელიმე ორგანომ არასაკმარისად ჩაუთვალოთ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციისთვის საკუთარი თავის აგენტად გაცხადებაზე არასაკმარისად ჩაუთვალოს და ამის შესაბამისად მერე უკვე ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა გამოიყენოს ან თუნდაც მაგალითად არ ვიცი ეს საკუთარ განცხადებაზე უნდა დააწერო რომ ანუ უნდა გამოიაშკარავო თავი რომ აგენტი ხარ ანუ ნებისმიერ კომუნიკაციას რომელიც ორზე მეტ ადამიანს ეხება იქ უნდა აღნიშნო რომ შენ აგენტად ხარ რეგისტრირებული უნდა ანტიკორუფციულ ბიუროსაც ნო თუ ამ წესებს დაარღვევ ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის რისკი დგება მაგრამ ყველაზე დიდი რისკი არის ის რაც საბოლოო ჯამში რუსეთში მოხდა ანუ შენ თუ ირქმევს აგენტის სახელს და აცხადებ რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ აქ უკვე მე უფრო მეტად გიმძიმებს პოლიტიკურ მდგომარეობას ხელისუფლება თუ არ ვიცი ადამიანთა ჯგუფი რომელიც ძალაუფლებაში არის და გეუბნება შენ თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს არც იმის უფლებას გაძლევ რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და არც სხვა რაღაცების უფლებას მე აღარ მოგცემო. კი ბატონო. ბატონიკა ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ 2 დღეა დარჩენილი არ ვიცით როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ თქვენი და სხვა პროფესიონალების იმედი გვაქვს. მადლობა თქვენ რომ დაგვითმეთ დრო, მადლობა. დაგემშვიდობებით ნიკა სიმონიშვილს უსმენდით ჩვენს, აიას ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტს ახლა თამთა მიქელაძესთან უნდა ვიმსჯელოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ამავე დროს მტკივნეულ საკითხზე როგორია მართლმსაჯულება მოძალადე სამართალ დამცველების მიმართ სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის აქციებზე დაზარალებულ 60-მდე ადამიანის ინტერესებს იცავს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სასამართლოების დონეზე და ორგანიზაციამ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებები შეისწავლა, როგორ იყო დასკვნები ჩვენ ამას უშუალოდ ქალბატონი თამთასგან შევიტყობთ, რომელიც პირდაპირ ეთერშია უკვე ჩვენთან. საღამოშვიდობისა, მადლობა ქალბატონ თამთა, რომ გვითმობთ დროს. საღამოშვიდობისა, პირიქით თქვენ გიხდით მადლობას ამ თემის დააქტიურებისთვის. კი ბატონო, ასეთი კითხვით მინდა დავიწყო. პირველ რიგში ძალიან საინტერესოდ იყო ჩამოყალიბებული თქვენი კვლევის მიგნებები და მინდა რომ თქვენ უფრო მეტი გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ერთ-ერთი ძირითადი მიგნევა პუნქტობრივი ჩამოყალიბების კვალდაკვალ იყო ასეთი, რომ არასათანადო კვალიფიკაციის პრობლემა გამოიკვეთა ამ გამოძიებების პროცესში. გითხარით უფრო მეტი, რას გაჩვენებდათ თქვენ საქმეები, რომელზეც ცხადია თქვენ გაქვთ წვდომა, ვინაიდან მე უკვე უთხარი მაყურებელს, რომ თქვენ იცავთ 60-მდე ადამიანის უფლებებს და რა თქმა უნდა, მასალები თქვენს ხელთ არის. ამიტომ გითხარით, როგორ აი რა აცდენაშია ჩამოყალიბებული კვალიფიკაცია და რა ხდება რეალურად კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ხო, პირველ რიგში ალბათ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ჩვენ საუბრობთ ნოემბერი, დეკემბრის, იანვრის თვეში, თებერვლის დასაწყისშიც მასობრივი ძალადობის გამოცდილებაზე, რომელიც პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა მიიღეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით 2024 წლის ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით დაიდენტიფიცირდა 282 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. ის დოკუმენტი ანგარიში რომელიც 10-მდე ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მოამზადეთ, სადაც 100-ზე მეტი პირია გამოკითხული აჩვენებს, რომ 77.7% ჩვენი რესპონდენტების უთითებს, რომ ისინი დაექვემდებარებდნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას და ჩვენ ხედავდით, რომ ეს ძალადობა განსაკუთრებულად ინტენსიური იყო თავის არეში, სახის არეში, მათ ურტყავდნენ მუშტებით, სპეციალური ხალხათმანებით, ფეხით და ძალადობრივი მოპყრობის ეს პატერნები, ხო, ანუ განმეორებადობა აი ამ ფორმების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას შეკრების დარბევის სხვადასხვა ეპიზოდში, ხო, აჩვენებდა იმას, რომ ეს იყო ზემოდან ქვემოთ წამოსული ბრძანება და მას გააჩნდა ერთი და იგივე ხელწერა. ჩვენ ხედავდით უკანონო დარბევას და სპეციალურ საშუალებების უკანონო და პროპორციულ გამოყენებას, ჩვენ ხედავდით დაკავების დროს ძალის გადაჭარბებას, უკვე დაკავებული მოქალაქეების მიმართ წამებასა და არადამიანურ მოპყრობას, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა
ესე ფურგონების ეპიზოდი, როდესაც გადაყავდათ საპოლიციო მანქანებში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ უკვე კამერებისა და მოწმეების გარეშე და გარკვეულწილად პრობლემები დაფიქსირდა პოლიციის განყოფილებებში მათი მიყვანის დროსაც, ხო? ამიტომ ჩვენ ვნახეთ, შეიძლება ითქვას, მთელი ინდუსტრია, ხო, ჯაჭვი, წამებისა და არადამიანური მოპყრობის, ძალადობისა და რეპრესიის, რომელსაც ძალიან ბევრი მსხვერპლი ყავდა. ხო, ჩვენ სხვა ეპიზოდებში საუბრობდით წინა ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს ხო დარბევის ეპიზოდებზე, გავრილოვის ყამეოძე 6 მაისი 7 ნოემბერი, მაგრამ ეს იყო დღეები, როცა ესე კონცენტრირებულად ძალიან მასობრივი და სისტემური ძალადობის ფაქტები დავაფიქსირეთ. ამიტომაც ჩვენთვის და რა გამოჩნდა ხო გარდა იმისა რომ ეს განმეორებადი ხელწერა იყო რაც სწორედ დაორგანიზებული იყო ხო ეს მიუთითებდა რომ სისტემური იყო და ხელმძღვანელებისგან მოდიოდა ასეთი ინსტრუქციები და სწორედ მათი კონტროლისა და ბრძანებების ქვეშ შესრულდებოდა ეს ძალადობა იმიტომ რომ ეს არ იყო სპორადული ფრაგმენტული ხო ჩვენ დავინახეთ ასევე სისტემური დაუსჯელობა პოლიციელების დიდ ნაწილს არ ქონდა საიდენტიფიკაციო ნომრები რაც მათ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების იმას ქმნიდა ხო რა ძალიან დაუსჯელობისა და იმუნიტეტის გარანტიას უქმნიდა მათ ამიტომაც ჩვენთვის ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პოლიციელების პასუხისმგებლობის პარალელურად, რომლებიც კონკრეტულ ინციდენტებში იყვნენ ჩართულები, მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ეს იქნება მინისტრი, ყოფილი მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თუ აი ამ ჯაჭვში, ხო, ოფიცრების შესაბამისი რგოლები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გამოძიების პირობებში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველ რიგში არ არიან გამოკითხული სწორედ ეს მაღალი თანამდებობის პირები შსს შიგნით და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები. კი ბატონო, აი აქ ეს იგულისხმება ქალბატონი თამთა მაგალითად როცა საუბრობთ იმაზე, რომ არასათანადოდ ჩატარდა საპროცესო მოქმედებები, თუმცა თქვენ კარგად გაქვთ მითითებული დეტალურად, რომ არის ჩატარებული დაზარალებული პირების გამოკითხვა, ექსპერტიზები, დათვალიერება ვიდეომასალის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლოს ხდომების ოქმების შესწავლა. მაგრამ რა ხდება, რა ხარვეზი იკვეთება, გარკვეულწილად თქვენ ახლა ამაზე საუბრობთ. უფრო მეტი რო ვთქვათ, ეს არის მხოლოდ სამართალდამცველების მისამართით ლოიალური მიდგომა? ანუ რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება დანაშაული სამართალდარღვევა სამართალდამცველის მხრიდან და ამაზე სისტემა თვალს ხუჭავს? ხო, სამართალდარღვევა კიდევ ერთხელ რატო შევეცადე რომ თქვენ კითხვაზე ძერ ეს მეთქვა, ხო? ეს იყო არა მხოლოდ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაული, არამედ ეს იყო მთელი საპოლიციო სისტემის მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა, რომელმაც ზოგჯერ მისი სისასტიკის ინტენსივობის ხარისხით მიაღწია წამებას არასათანადო მოპყრობას და ღირსების შემოხალ მოპყრობას. ხო, ეს არ იყო რამდენიმე პოლიციელის გადაცდომან ერთი დღე არასწორად მიცემული ბრძანების ფარგლებში შეკრების არათანადომიერი დაშლა. ხო, არამედ ეს იყო განმეორებადი, ხო, 10 დღის განმავლობაში 7-ჯერ დაარბია შეკრება და ყველგან ხდებოდა ერთი ხელწერით ძალიან ინტენსიური რეპრესიის გამოყენება, რომელიც წამების აკრძალვას, რომელიც აბსოლუტური უფლებაა, რომელიც არც ერთ კონტექსტში, არც ერთი ლეგიტიმური მიზნით, არც ერთ სიტუაციაში საგანგებო და საომარი მოქმედებების დროსაც კი ამ უფლებიდან გადაცდობას არ უშვებს, ასეთი აბსოლუტური უფლების დარღვევა. ეხლა გამოძიებას რა დაუბრუნდეთ? კი, აშკარაა, რომ სათანადო ნაბიჯები არ არის გადადგმული. ეს ეხება ერთის მხრივ მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვას, ეს უკავშირდება შიდა საკომუნიკაციო კომუნიკაციის ამოღებას, თქვათ, რაციებით კომუნიკაციას სატელეფონო ჩატებში თუ სხვა ტიპის ტექნიკურ მოწყობილობებში კომუნიკაციას, რომელიც სწორედ აი ამ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და კოორდინაციას დაადასტურებდა. ხო, ამავდროულად ჩვენ დავინახეთ ამ საქმეებში, რომ პრაქტიკულად განადგურებულია ვიდეოკამერები, ანუ ყველა ვიდეოკამერა, რომელიც სახელმწიფო ობიექტებზე იყო
განთავსებული ან კერძო პირებზეც კი, ხო, და რომელსაც შეეძლო კიდევ უფრო ახლოს და ნიუანსურად დაეფიქსირებინა ძალადობის კონკრეტული ეპიზოდები, ხო, გამოძიების ფარგლებში მათ თითქოს და მიიღეს პასუხი, რომ ეს კამერები არ ფუნქციონირებდა, გამართული იყო და პრაქტიკულად გამოძიება ვერ მოახერხა თითქოს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება. იგივე როცა ვთქვათ, ოტო ამას წერს შიდა საკომუნიკაციო არხებთან დაკავშირებით, რომ არ მუშაობდა და ტექნიკური ხარვეზე იყო, საგამოძიების სამსახურმა კითხვა არც კი დაუსვა, ხო, მას რომ რა მიზეზით იყო, რა პერიოდში იყო, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, შესაძლებელია თუ არა ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, ან ამ მიმართულებით შესაბამისი ტექნიკური კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარება, ხო? და ასევე ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ სათანადო კვალიფიკაცია არ ხდება. ის შეფასებულია როგორც სამსახურებრივი ფილმისტების გადამეტება იარაღის მუქარიდან ძალადობით, მაგრამ მას არ ეძლევა ის სპეციალური კვალიფიკაცია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა ტერცია მუხლებით არის გათვალისწინებული, ხო, რაც უშუალოდ წამებას და არადამენ მოპყრობას უკავშირდება. ამავდროულად აი კვალიფიკაციის დროს ძალიან აშკარაა, რომ აქ არ იყო გამოკვეთილი სიძულვილის მოტივი. ხო, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი 53 პრიმა მუხლი ითვალისწინებს სიძულვილის შეუწყარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში დამამძიმებელ, ხო, გარემოებად ჩადენილ დანაშაულად ითვლება და უფრო მეტ პასუხისმგებლობას. და ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ შემთხვევებში პოლიციელები არა მხოლოდ ძალადობდნენ ირინა, არამედ რესპონდენტები მათ შორის ჩვენი კვლევის ფარგლებში, ხო, რომელიც კოლექტიური კვლევა იყო ანგარიში, ყვებიან, რომ აქტიურად, განმეორებადად გამოიყენებოდა ანტიევროპული, ასე ვთქვათ, ენა, ხო, ანუ პოლიციელების იყენებდნენ მკვეთრად ანტიევროპულ განწყობებს, ჰომოფობია, მიზოგინია, ხო, ქალების მიმართ განსაკუთრებულად. ამიტომაც აქ ძალიან აშკარა იყო, რომ პოლიცია პოლიტიკური განწყობებით მოქმედებდა შეკრების მონაწილეების მიმართ და ძალიან ხშირად მათი მიმართვა შეკრების მონაწილეების მიმართ უკავშირდებოდა სწორედ მათ პროტესტს. მათ განსხვავებულ შეხედულებას, ის რომ ისინი ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობდნენ და მოწოდებაც ეს იყო, რომ აი ამის შემდეგ კიდე მიიღებ მონაწილეობას, კიდე გახვალ შეკრებაზე, ეხლა დაიშები ამის გამო. ხო ხვდებით, მას აშკარა პოლიტიკური მოტივები ქონა, ამიტომ ჩვენთვის სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ამის იდენტიფიცირება მომხდარიყო, თუმცა სამწუხაროდ არც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეკრება, არც მაღალი თანამდებობის პირების და საშუალო დონის მენეჯერების გამოკითხვა, არც სათანადო კვალიფიკაცია საქმეზე არ მოხდა, სამედიცინო ექსპერტიზებიც კი იგვიანებს ამ საქმეს. კი ბატონო, აი რით შეიძლება აიხსნას ქალბატონი თამთა მართლა რიტორიკულად არ მინდა გაჟღერდეს ეს კითხვა, მაგრამ აი მიზეზები სადვეძებოთ. ეს არის თუ სავარაუდო დანაშაულებების დაფარვის მცდელობა თუ აი თქვენი კვლევა რისი როგორი ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა? დიახ, ჩვენ როგორც იცით ამ 60 ძალადობა გამოვლილ მოქალაქეს ვიცავთ, აქედან 59 საქმე უკავშირდება შემოდგომა ზამთრის პერიოდში, პროტესტის დროს დარღვეულ უფლებებს და დანარჩენი საქმეები უკავშირდება გაზაფხულის პროტესტებს და პრინციპში გამოძიების არაეფექტურობის ხელწერა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან მომდინარეობდა, არის ორივე საქმეზე ერთ და იგივე. პასუხები, რომ რაციები არ მუშაობდა, ვიდეო კამერები არ მუშაობდა, ის რომ მაღალი თანამდებობის პირები არ არის გამოკითხული, რომ არც ერთი პირის მიმართ არ არის დევნა დაწყებული. წარმოიდგინეთ, რამდენი დაზიანებული ადამიანი, ჯერ რამდენი იყო ჰოსპიტალიზებული, ხო? ძალიან ინტენსიურ ჯანმრთელობის დაზიანებაზე ვლაპარაკობთ, რასაც გაანგრძობადი ზიანი მოყვა. ეს ხო არ არის მხოლოდ რაღაც იმ დროს მიღებული და ჩვენი უამრავი ბენეფიციარი დღემდე იკეთებს ოპერაციას, დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დღემდე ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას გადის, დღემდე შრომის უნარები. კი ბატონო, ცოტა რჩება. ხო, მოკლედ იმის გვამინდა, რომ გაზაფხულისა და შემოდგომის აქციების დროს უფლების დარღვევის ფაქტები და საპოლიციო ძალადობა, წამებისა და არადამიანო მოპყრობის ფაქტები ერთი და იგივე ხელწერით არ არის ეფექტურად გამოძიებული და ეს არის სისტემური დაუსჯელობის. კი ბატონო, აქ ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ, რამდენადაც შესაძლებელია რაიმე ტიპის რეკომენდაციები ერთი მხრივ რომ აღიკვეთოს სამართალდამცველების მხრიდან სამართალდარღვევები სავარაუდო და მეორე მხრივ გამოძიება კანონით მოთხოვნილ სიღრმეებში წავიდეს და გახდეს ეფექტიანი. რა შეიძლება გაკეთდეს?
ძალიან მიჭირს რამის თქმა, ხო, იმიტომ რომ ჩვენი აზრით დაუსჯელობა არის ადმინისტრაციული პრაქტიკა, სისტემური პრაქტიკა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხო, ისინი ამ დაუსჯელობის გარანტიებს აძლევენ პოლიციელებს სწორედ იმისთვის, იმიტომ რომ მათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ჭირდებათ რეპრესიული აპარატის აგრესიული და მასობრივი მობილიზება. ამიტომაც რეკომენდაციის მიცემა სიმართლე რო გითხრათ ძალიან მიჭირს. ჩვენთვის ძალიან აშკარაა იმ თავითვე აშკარა იყო, რომ გამოძიება ეფექტიანი არ იქნებოდა, იმიტომ რომ გაზაფხულის აქციების გამოძიებამაც ეს აჩვენა, ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ ამ ადამიანების უფლებების დაცვას საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში და გვჯერა რომ ამ გზით მივაღწევთ მართლმსაჯულებას და მათი ინტერესებისა და ღირსების აღდგენას. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. დაგემშვიდობებით, ჩვენ ვუსმენდით თამთა მიქელაძეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელს. პატიმრობაში რჩება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მე ისევ გავიმეორებ თავისუფლება მზიას. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.